მოგესალმებით. ვიწყებთ მორიგი ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. დაუბრუნდით, შეიძლება ვთქვათ, რომ დაუბრუნდით. ვართ ისევ სახელოსნოში, წინა ორი გადაცემა არ ჩაგვიწერია სახელოსნოში, თუმცა ეხლა უკვე სრული შემადგენლობით აქ ვართ, როგორც კადრს აქეთ, ასევე კადრს იქეთ და შესაბამისად ვაპირებთ, რომ მონატრებულ თემებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ თითქმის ორ კვირაზე მეტია გადაცემა არ ჩაგვიწერია, არ დაგვიდია, თუმცა წინა ეპიზოდები პრინციპში დევს და დარწმუნებული ვარ, რომ იხილეთ. მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და მინდა ისიც ვთქვა, რომ ვიყოფებით სახელოსნოში. ძალიან კარგი სიტუაციაა, მინდა გირჩიოთ, რომ ესტუმროთ, განსაკუთრებით პარასკევს, შაბათს, ძალიან კარგი ივენთებია. Facebook-ის ლინკი სახელოსნოში არის ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ რომ მოკლედ ნახოთ. ლუიც უნდა ვახსენოთ აუცილებლად და განსაკუთრებული მადლობა უთხრათ, ხო ეგრეა? მივესალმები ბიჭებს, ირაკლი და რეზისთან ერთად ვარ, რა თქმა უნდა. და დღე პრინციპში რომელ დღესაც ვწერთ ამ გადაცემას არის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე. და მთელი დღის განმავლობაში ვარეფრეშებთ ფაბრიციო რომანოს რაც მაგ რეჟიმში ვარ. კი ბატონო, ვარეფრეშებთ მოკლედ ფაბრიციო რომანოს გვერდს და არა მხოლოდ პრინციპში, იმიტომ რომ ესეთი აქტიური სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე გახსენდებათ? ახალგაზრდებო? აი ამ წამს დაიდო რომ გინდოგანი გადავიდა გალათასარაიშიო. ესეთი სატრანსფერო ფანჯარა არ მახსენდება საერთოდ. ალექს ხიმენესი გუშინდელია, ხო, გუშინდელია. უი, ხო, ძველი სამოაგდო. ესეთი სატრანსფერო ფანჯარა არ მახსენდება საერთოდ ყველა ტოპ გუნდი რაღაც თხემით ტერფიანად გადაკეთდა ყველა თითქმის რა. ზოგმა გაამართლა, ზოგზე ვიწინასწარ მეტყველე რომ ძალიან კარგი რაღაც აქნეს და დახრეტე ყველას თქო და იმის მერე თამაშს ვეღარ იგებენ. მაგრამ იმ ვიდეოში შენ სიძახი რომ მანჩესტერ იუნაიტედი 4 ეულისთვის იბრძოლებს. მე იბრძვის. იბრძვის კი. მე 13 ური დამთავრდა. გრიმსბისთან თუ რა ერქვა? ეგ არის გრიმსბი. ხო, ნუ პრინციპში ჯერ ხა დასკვნების გამოტანა სეზონზე ძალიან რთულია, მაგრამ ირაკლი გულისხმობდა მანჩესტერ სიტის, რომელმაც ძალიან რთულად, ნუ სეზონ პრინციპში მარტივად დაიწყო, მაგრამ რთულად გააგრძელა, ტოტენჰემთან წააგო, მერე ბრაიტონთან წააგო. მანჩესტერ იუნაიტედი ნუ იქ თასიდან გამოვარდა. ბანლის ძლივს მოუგო, ფულემს ვერ მოუგო, ნუ მოკლედ როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო დაიწყო სეზონი. და აი ეს სექტემბრის სანაკრებო პაუზა, რომელიც პრინციპში დღევანდელი დღიდან უკვე დაიწყო, იმიტომ რომ ფეხბურთელები ჩავიდნენ ნაკრებებში, ამოსუნთქვის საშუალებას იძლევა და აქ უკვე ფეხბურთელები აანალიზებენ, რომ სეზონი დაიწყო, დროა რომ საქმეს მიუდგეთ სერიოზულად, ვიღაცა ალბათ რაღაცებს გამოასწორებს, ვიღაცა ვერ გამოასწორებს, ვიღაცას გააგდებენ გულისხმობ მწვრთნელებს და მოდი დღევანდელი დღის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი არის პრინციპში ლივერპულის კიდევ ერთი ჰიპერაქტიურობა. ხო, ნუ გეჰიც ითვლება რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა ლივერპულმა, ალექსანდრ ისაკი იყიდა მთელი ზაფხულის განმავლობაში ეჩალიჩებოდა, ნიუკასლი უარზე იყო, მაგრამ ნუ 31 აგვისტოს კი არა და 1 სექტემბერს გამთენიისას დათანხმდა, რომ 130 მილიონ ფუნტად გაყიდოს და ლივერპულმა დაამრგვალა ლამის 400 მილიონზე მეტი დახარჯა ზაფხულში, ხო ეგრეა? ახარჯა. 400 გადაცდა, ხო. ნუ ლივერპულის ტოპ მენეჯმენტმა თქვა, რომ ერთი სატრანსფერო ფანჯრით ნუ შეგვაფასებთო. ის პროცესი შეხედეთ, რომ წინაზე საერთოდ არ დაგვიხარჯებს ფული და ყველა იმას გვედავებოდა და ნუ ახლა რეალურად ჰქონდათ ანუ შანსი რომ არ მოხვედრილიყვნენ ფინანსურ ფერპლეიში იმდენის დახარჯვის უფლება მიიღეს და ნუ აი ხარჯეს. ახლა სლოტს ისეთი კარგი ისა აქვს თავის ტკივილი, ხა ესე როგორ უნდა დატიოს მოედანზე, იმიტომ რომ ფეხბურთს ჯერ ისევ 11 კაცი თამაშობს და არ დაუმატებიათ არავინ. მაგრამ ეგ მე მგონი უკვე 11 კაცი ხო თამაშობს, მაგრამ აი რაც უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი ყავს, უფრო ფასობ რა, იმიტომ რომ უკვე გუნდები ისე მიდიან, რომ ერთ პოზიციაზე 2 ხო საკმარისი იყო. ეხა უკვე არ არის საკმარისი რა. 3-4 თუ ყავს და რაც უფრო მეტი ყავს, უკეთესია. თუ მულტიფუნქციური ფეხბურთელი, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, უკეთესია. იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება ცუდი სიტუაცია შეგექმნას, რომ ვიღაცებმა საერთოდ ვერ ითამაშონ და ნუ ამით უკმაყოფილოები დარჩნენ მერე აგერიოს სიტუაცია. ხო, მიდი. არა, სისულელეს ვიძახ. მე ისეთი თქმა მსურდა, იცი ბოლო დღეების კიდევ ერთი ტოპ ტრანსფერი და სავარაუდოდ წინა გადაცემაშიც მე მგონი ვთქვით, რომ ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი არის ის, რომ სიტიმ გაუშვა ედერსონი
ნუ ედერსონ რო გაუშვა ეს შეიძლება არ არის კონტექსტიდან ამოვარდნილი, იმიტომ რომ მთელი ზაფხული მიდიოდა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს წლების განმავლობაში რო ვიცოდით, რომ გვარდიოლასთვის თავარი იყო მეკარე, რომელიც ფეხით კარგად თამაშობდა, ეგრეთ წოდებული სვიპერი, ჩაანაცვლა ჯიჯი დონარუმამ. დონარუმა ახლა ვიცით, რომ გამორჩეული ფეხით თამაში ნამდვილად არ არის. გამორჩეულზე უარესია. ხო, მაგრამ გამორჩეული არ არის ზე უარესია. Here we go დაიპოსტა გუშინ და დონარუმა დღეს უკვე სიტის მთავარი მეკარე გახდა და ნუ ძირითადი წევრიც ბუნებრივია იქნება. სოფლიოს წელია თან და დონარუმა ახლა PSG-ში სითაუძე ვერ დარჩებოდა მთელი წელი, მაგრამ იქნება თუ არა სოფლიოზე დონარუმა ეგ საკითხავი ნამდვილად არის, იმიტომ რომ იტალია ძალიან დაეჩვია ამ სოფლიოს გარეშე თამაშებს. კარგი, ძალიან საშიში. მეტი რომელიმე ტრანსფერზე ხო არ გსურთ? კი. აკანჯიზე? აკანჯი გადავიდა. სხვათა შორის ძალიან კაი ტრანსფერია ეგ ჩემი აზრით. თან კუნკუ მილანში რაბიო გაგიკვირდება ალეგრისთან. მაგს ალეგრისთან მივიდა რა. რაბიო მილანში ყველაფერი გააკეთა ალეგრისთან. ყველაფერი გააკეთა რომ მასთან იჩხუ galახა ვიღაცემ აი ეგ დაგეგმილი იყო ჩემი აზრით რეზი და ისიც წამოიყოლა ის რო ისიც იტალიაში წამოიყოლა სხვათა შორის ბოლონიაში წავიდა. აი ხა მოვიდან ზიჩხუბებენ. აუ ერთმანეთს რო შეხვდებიან ის მაგარი ის იქნება. მილანი რაღაცა ძალიან ალეგრის მილანი გახდა. ესეთი ალეგრის გუნდი არ მინახავს არასოდეს მე მგონი. მილანმა თუ კუნკო სწორად გამოიყენა, ანუ მოახდინა მის პოტენციალის ესე სრულფასოვნად რეალიზება, ან კუნკო შეიძლება ვერც დაავიწყო, მაგრამ ლაიფციგში ესეთი ოქროს ბურთის დონის სეზონი აქვს. კი, ძალიან მაგარი. ჩატარებული და ანუ ესეთი ძალიან კრეატიული და შემოქმედებითი ფეხბურთელია, თუ კარგად გამოიყენა, მაგრამ ეს ცოტა ისეთია. მაგრამ ერთი მომენტი საეჭვოა. საეჭვო რატო? იმიტომ ძალიან სწრაფია კუნკო და იტალიაში სწრაფი მოთამაშე, როცა მოწინააღმდეგე ტემპში ვერ აკვება. ძალიან გონია რომ გაამართლოს. მე რას გულისხმობ, იცი რა, ძალიან ქაოტურად ეძებდნენ ბოლოს ვიღაცა, ანუ ჰარდერი, კუნკუ ვიღაცას ეძებდნენ თავდამსხმელს ვაჰოვიჩი, ანუ სხვა ტიპის თავდამსხმელებს ეძებდნენ, ანუ მე მგონი უფრო თავდამსხმელი უნდათ და არ იცოდნენ ზუსტად რა ტიპაჟის და ნუ ვინც ჩაუვარდათ. ისე მილანს კარგი შანსები აქვს მონი წელს. იმიტომ რომ ევროთასებზე არ მონაწილეობს, უკვე კარგად დაკომპლექტებული, ნუ ნახევარდაცვა და შემტევი ხაზი მაინც კარგად ყავს დაკომპლექტებული და დაცვას ალეგრი იზავს დაცვას. ხო, ალეგრი დაცვას დაალაგებს მაინც. სან დაცვენებული ერთ სეზონ ლექციებს ატარებდა თურმე იტალიის იმაში რა ქვია. სამწუხნელო აკადემიას რა ქვია? კოვერჩანოს ბაზაში პრო ლიცენზიაზე კითხულობდა ბოლო ერთი წელი ლექციებს და ახლა დასვენებული ახალი ენერგიით რაღაც სიახლეებით. ხო, ალეგრი ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნება და ტაკარვა თამაშობს მილანს. ცუდად დაიწყო ისე პრინციპში კრემონეზესთან კარგად დაიწყო. თამაში ანუ არ უნდა წაიგოთ ეს თამაში. ჩვენთვის კარგად დაიწყო გრიზმეს. მე და შენ მილანი დიდად არ გვეხატება გულზე, მაგრამ საკუთარი თავისთვის ცუდად დაიწყო, მე მოუგო ლეჩეს, მაგრამ ნახოთ მოკლედ ალეგრი იტალიაში და კიდე არაერთი მწვრთნელი და არაერთი ფეხბურთელი და გუნდი იტალიაში ძალიან საინტერესო იქნება და ხო ნელ-ნელა ვხურდებით მოკლედ და სავარაუდოდ შემდეგი, ნუ ეს გადაცემა შეგვიძლია ჩავთვალოთ სეზონის სტარტად რა. ესე გქონდა რაღაც თავიდანვე ჩაფიქრებული, თუმცა რადგან შევხურდით ამ საუბრებში, ნელ-ნელა გადავიდეთ იმ თავარ თემაზე. ჩემპიონთა ლიგაზე რაც გვინდოდა ეგეც. ის ბოლოსკენ მოვიტოვოთ არჯობია? ბარე მე ხალ თქვა, მაგას ჩემპიონთა ლიგაზე რამოდენიმე საინტერესო თამაში დაჯდა. კენტის ყრა იყო ეს გეცოდინებაც და თან საინტერესო წყვილები გამოგვივიდა. ძალიან გამიკვირდა რომ სიტი და რეალი ამ ლიგაზეც ერთმანეთს შეხვდებიან. ძალიან გამიხარდა ის რომ შარშან რომ ლანძღავდა კარსიკით ყოფი იკარო. რატო გააგდე ბარსაო? აჰა, ეხლა ყავთ PSG ბოდიში მოწინააღმდეგეთ და ეთამაშეთ. ნახოთ რა სიზავთ. კიდე რაღაც წყვილები არის, მაგრამ მაგაზე პრინციპი რეზი უფრო დეტალურად გვეტყვის, მე მგონი ქონდა სურვილი რომ ამას ეცელია. ჩამოწერილი ქონდა. მაინც ისეთ ხუთი თამაში გამოყვათა, ნუ ბარსა PSG უეჭველი. ბარსამ ისე დაიწყო ცუდად, მე ანუ არც თამაში არ მომეწონა. რაც თამაშა, ანუ მე მგონი რომ უფრო დასუსტებულია, მაგრამ ნუ ესეთი უმაღლესი ხარისხის გარანტია უნდა იყოს ეგ თამაში ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ნუ დასული სეზონიდან გამომდინარე. მეორე ეგეთი თამაშია ბაიერნი PSG-ც ისიც. ან მანდი უფრო ესეთი შედეგზე და სხვა ესეთი ბანალურ რაღაცებზე საინტერესო არის, ბურთი ვის ექნება, რომელი უფრო გააკონტროლებს და ასე შემდეგ და შემდეგ. რეალის სიტიც არის საინტერესო იმ კუთხით, რომ ორივე გუნდი იცვლება და თან ცდილობს ერთმანეთს დაემსგავსოს. ანუ რეალი ცდილობს გახდეს სიტი უფრო სტრუქტურით და რაღაც პოზიციური ფეხბურთით, სიტი უფრო რეალის გზაზე ცდილობს წავიდეს და რაღაც ეს რელაციური ფეხბურთის ელემენტები წამოიღოს.
მე ჩელსის პერსონალს მაინტერესებს, იმიტომ რომ მარეს გახერხებს რაღაც ტოპ მოწინააღმდეგეები გაშიფროს და რაღაც იდეალური აი PSG-ს რაც უქნეს ფინალში. ეგეც კარგი იქნება. ნაპოლის სიტიას ძალიან კარგი, იმიტომ რომ დე ბრუინი ბრუნდება ეტიჰადზე. ძალიან ემოციური იქნება. ნახეთ კი კონტეზე რა თქვა ბოლოს, რომ აი რასაც ქვია გვარდიოლა ხო, მაგრამ აი კონტეს რო დისციპლინა აქვს გუნდში და რაღაც აი ცოტა რეაქცია ქონდა ზამბოანგისას გოლზე ნახე? ანუ გადაირი. სიტიდან ცოტა ისე წავიდა, თლად კმაყოფილი ვერა. და ტრენტი ბრუნდება ენფილდზე კიდე რეალთან ერთად. ჩაბი ალონსოს დერბი იქნება. ანუ ჩაბი ალონსოს შარშანი იყო მე მგონი, როცა შეეძლო ლივერპულის ცნობა დანიშნული სლოტის მაგივრად. კი. საუბრობდნენ და ანუ დაელოდა რეალს და ну ეხლა თავის კიდევ ერთ ყოფილ კლუბს ეთამაშება მოკლედ რაღაც კარგი თამაშები იქნება რა რომელსაც მე გავარჩევთ და ლიგაზეც მე უფრო სიღრმეებში მე ჩავიდეთ ეხლა რაც გვაქვს აფიშაზე თუ თამბნეილზე თუ სავარაუდოდ სათაურზეც ეგ გვექნება ხო ჯერ მოგვიფიქრებია ხო ну მოკლედ ვთქვით კიდეც დავაანონსეთ რომ თავარი სალაპარაკო თემა ამ გადაცემისა იქნებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები რა თქმა უნდა რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ზოგადად აუდიტორიას და სანამ ამ თემაზე საუბარს დავიწყებთ, მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სადღაც აი აქ ქვევით subscribe ღილაკი ამონათდება. წინათ მე ვაკეთებდი ამას და ძალიან წვალობდი, ეხა ირაკლი უფრო ლამაზად ჩასვამს ამ subscribe button-ს და თქვენთვის რამდენიმე წამის საქმეა და ძალიან გთხოვთ, რომ დააჭიროთ ამ subscribe-ს და მოკლედ გამოყვეთ იმისთვის, რომ ძალიან საინტერესო ვიდეოები არ გამოგჩნდეთ. რაც შეეხება 4 სექტემბერს, 4 სექტემბერს იწყებს ჩვენი ნაკრები, სხვა შორის ძალიან საინტერესო დღეა 4 სექტემბერი. პირველი ის, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თამაშობს 4 საათზე ბოსნიის წინააღმდეგ ევრობასკეტის ბოლო ტურს და წარმატებები აქედან ჩვენს ბიჭებს, რომლებიც ლიმასოლში თამაშობენ ჯგუფურ ეტაპს და მორჩება თუ არა უნდა გადავერთოთ ზოგიერთი მათგანი უნდა წავიდეთ ბუნებრივია დინამო არენაზე, სადაც თურქეთის ეროვნულ ნაკრებს შევხვდებით სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში. შემდეგ შვიდში გვაქვს ბულგარეთთან თამაში. ნუ მოკლედ ვეცდებით, რომ დაახლოებით 20-25 წუთი ამ ძალიან საინტერესო მატჩს დაუთმოთ და სხვა შორის გავიხსენებთ თითქმის 1 წლის წინ რო ვეთამაშეთ, 1 წლის და 2 თვის წინ რო ვეთამაშეთ საქართველოს ისე მოკლედ თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში დებიუტი ჰქონდა მაშინ საერთოდ ევროს. კარგი, საიდან დავიწყოთ? მოდი დავიწყოთ შემადგენლობით. ალბათ ყველაზე ჭკვიანური ეგ იქნება, ხო? ტრამვებით დავიწყოთ. იკა, დაიწყე. ტრამვებით, მე შემადგენლობით ტრამვებით, ნუ ჩაკვეტაძე დიდი ხანია ვიცით, რომ არ გვეყოლება უკვე და რაღაცა თითქოს შევეგუეთ მაგ იდეას და დავიწყეთ ფიქრი, რომ ისი გაიწევს, ეს აქ ჩამოიწევს. აი ის მოხდება, ეს მოხდება და უცებ აი ესე ბედკორულად დაგვემტრვა კიტეც. რაც სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ძალიან ცუდია. ანუ კი აი როგორც სიტია როდრის გარეშე და როდრით ორი სხვადასხვა გუნდი, აი ზუსტად ეგრე ვართ ჩვენც რა, აი კიტეს გარეშე რაღაც ძალიან გვიჭირს და კიტესთან ერთად შეგვიძლია რომ გავიგდეთ და კრისტიანო რონალდუს თელ პორტუგალიანად მოვუყოთ. ნუ თალად თელ პორტუგალიანად არა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებსაც შეგვიძლია კიტესთან ერთად ვეჭიდაოთ და უგებდეთ და კიტა იღებდეს ტრავმას და იქიდან მოყოლებული ვიღებდეთ 4 გოლს. აფსაიდიან გოლს უთვლიდნენ ესპანეთს. ხო, კიტე გამოგვაყდა მოკლედ გუშინ მიიღო ტრავმა, გუშინ წინ უფრო სწორად, ბოლო ტურში ავსტრიის ჩემპიონატის და სამწუხაროდ გამოტოვებს სანაკრებო პაუზას და მოკლედ ეს დანაკლისი გვაქვს ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი, ნუ ნახევარდაცვა სამკაციანი ნახევარდაცვა ყავს ჩვენ როგორც წესი. ნუ ჩათვალე 2/3 ნახევარდაცვისა არ ყავს. მადლობა ღმერთს გიორგი ქოჩორაშვილი ჯანმრთელად და ძირითადად ითამაშა ბოლო ტურში, თუმცა ნუ ქოჩორაღა ყავს. რაც შეეხება შეცვლებს ვინ შეცვლის ამაზე მე ვისაუბროთ. უბრალოდ ნაკრების შემადგენლობა რომ მიმოვიხილოთ, იმიტომ რომ ყავს 3 დებიუტანტი. სხვათა შორის კიტეიშვილის ტრავმამ გამოიწვია ის, რომ დებიუტი აქ ექნება უფრო სწორად გამოძახების დებიუტი უკვე აქვს. გიორგი კვერნაძეს, პროზინონეს შემტევს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ რამდენიმე თვის წინ. გარდა ამისა დებიუტანტები არიან ნოდარ ლომინაძე და გიორგი აბოაშვილი. ორივე ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში ყავდა და ეხლა ერთი პორტუგალიაშია და მეორე საფრანგეთში. და კარგი ის არის, რომ 21 წლამდელებიდან შევსება ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო და ეს უკვე ფაქტია. კერესელიძეც პირველად არის გამოძახებული სხვა შორის ნაკრებში, ისიც 21 წლამდელთა წევრი იყო ევროპის ჩემპიონატზე, ოღონ საად არ იქოთა სკამბით. ძალიან კარგია, ბუნებრივია ის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მოდიან
და მათ უკვე საკუთარი ადგილი აქვთ ეროვნულ გუნდში. არ არის გიორგი გველესიანი, არ არის სოლომონ კვირკველია, გულისხმობ იმას, რომ არ არის ლაშადვალი, თუმცა კვირკველია და ის რო ვახსენე გველესიანი. აქ ასაგზე მინდოდა გამესვა ხაზი. გულისხმობ იმას, რომ ვილისანიოლი ცდილობს მაქსიმალურად გაახალგაზრდაოს გუნდი. ხა ლაშადვალი 30-31 წლისაა, გველესიანი და კვირკველია ორივე 30 პლუსი არიან. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების საშუალო ასაკი ამ განაცხადით არის 30 დაბლა, იმიტომ რომ 30 პლუს არიან იმ დღეს ვამოწმებდი ზუსტად, გურამ კაშია ცალსახად, ბუდუ ზივზივაძე და ოთო კაკაბაძე. დანარჩენები ყველა არიან 30 ქვევით და ბევრია ისეთი, რომელიც 25 წლამდეც კი არ არის მისული. მოკლედ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, თუმცა გველი ძალიან რთული მატჩი. და გველის ძალიან რთულ თურქეთის ნაკრებთან, იმიტომ რომ იქეთ თურქების შემადგენლობაც ვიცით და სუპერ გუნდი ყავთ დაადეთ ჩემპიონატს ხელი, ყველგან ყავთ ძალიან მაგარი ბიჭები და მე რისი თქვა მინდა იცი და მე გადმოგცემ სიტყვას. სამწუხაროდ არ არის საუკეთესო დრო ჩვენი ნაკრებისთვის ეს პერიოდი. ტრამვებზე უკვე ვთქვით. ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა მცირე ტრამვა და პირველი თამაში გამოტოვა, მერე შეცვლაზე შემოვიდა. და საგოლე მოქმედება არ ქონია. მეორე გამოტოვა, პირველში შემოვიდა შეცვლაზე და მესამე შემოვიდა შეცვლაზე. ხო, მეორე გამოტოვა. სუპერთასი დაიწყო ძირითადად. კი ბატონო. გიორგი მიქაუტაძე ფაქტობრივად, ხო ფეხბურთში გაყიდეს და ეს უფრო გაყიდეს, მივიდნენ ტიპთან და უთხრეს, რომ სხვა შანსი არ გვაქვს, უნდა გაყიდოთ და რასიზამ და მიქაუტაძე ხა ლიონი ისე უყვარს, რომ დახმარების ხელს გაუწვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრანსფერი მისთვის ჩემი აზრით უკეთესია, უკეთეს გუნდში მიდის, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ლიონი მისი გულის ნაწილია და საუბრობდით ჩაწერამდე, რომ ამ ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საცხოვრობს, ვისთანაც ცხოვრობს, ოჯახი, ასე შემდეგ და ლიონი მისთვის იყო სახლი. შესაბამისად, ფსიქოლოგიურად მიქაუტაძეს, რა თქმა უნდა, რაღაცა სახის პრობლემები ექნება. იმიტომ რომ ცრემლებით ვნახეთ, რომ ემშვიდობოდა ლიონის ფანებს. არა, მაგ ვიდეოში ერთი ის თქვა, რომ ოცნება აუცრულა. ხო, და სავარაუდოდ კიდე კარიერის ბოლოსკენ დაბრუნებას აუცილებლად ტიპიკებს. ხო, გოჩოლეიშვილი გააძევეს იქ ჰამბურგულ დერბიში, ეგეც ბუნებრივია, კარგი არ არის და ხო, ეს არის რა, რაღაცა რომ არც ისე კარგი დრო რა. ძალიან ცუდად დაგვემთხვა ყველაფერი, მამარდა უნდა გვეთქვა რა. მამარდა უთამაშებელია. გუგეშაც უთამაშებელია, ექსანიოლმა თქვა. აუქშის კანზე. კი და თან ხო ყველა უთამაშებელია რა სეზონი ახლა დაიწყო ჯერ ვერ იქნები თლად ბოლომდე ფორმაში ჩამდგარი, მაგრამ ბიჭო რაღაცა თურქეთის ლიდერები არიან ფორმაში რა არის ლიდერები არიან ფორმაში და მაგარ სეზონს ატარებს ილდიზი მაგარ და ერთი წლის წინ რო ეთამაშე თურქეთის ნაკრებს ესეთი ძლიერი არ იყო ის თურქეთის ნაკრები არდა და ილდისი ბევრად უფრო მოხუდილები არიან ბევრად უფრო გაზრდილები არიან არდა გიულერს საერთოდ რომ შეადარო მაშინდელი ფოტო და წლევანდელი ფოტო მანდაც სხვაობას პოულობს რაღაცა ის არის პატარა გამხდარი ბავშვი ეს არის რაღაცა ხო მაგაზე ხო დაიწერა იქა რომ ზაფხულში სპეციალური ჩნელი აიყვანა რომელიც კუნთოვანი მასა რომელთან ერთად კუნთოვანი მასა მოიმატა და მთავარი მანდ არის ერთი კაისა რომ ჩალხანოვი არის საშინელ ფორმაში რა მიხარია მაგრამ ხო არის იცი რა მანდ წინ აი ბოლო თამაში რას ვახსენეთ მე დეტალში შევალთ სკრინებით და ყველაფრით მაგრამ რის თქმა მინდოდა იცი ბოლო თამაშიდან დღევანდელ დღემდე პირველ რიგში ალბათ ილდისი და გულერი უნდა ჩავთვალოთ ვარსკვლავებად და თურქეთის ნაკრების ლიდერებადაც მათნდა მინდობა რომელიც ანუ კენან ილდიზი გახდა იუვენტუსის 10-იანი არდა გულერი გახდა ფეხბურთელი რომელიც რაღაცა მოდრიჩის სტილს როლს ასრულებს მადრიდის რეალში. ანუ მათი კონფიდენსი წარმოიდგინე ხა რა. იქ მიდიოდნენ რაღაცა ბავშვები, თინეიჯერები, აქ უკვე არიან იუვენტუსის და რეალის ლიდერები. ჩალხანოღლუ გამოცდილება კი ვიცით, ხა მარტო პენალტებს როგორ ურტყამს და ნერვი რო არ უტოყდება ის არის საკმარისი მარტო მისი გამოცდილების ალაპარაკო და ზოგადად თურქეთის ნაკრები რა თურქეთის ჩემპიონატი არის უძლიერეს ჩემპიონატი. რა ვარსკვლავები წაიყვანეს ხო ხედავთ და ზოგადად თურქეთის ნაკრებს უდგას კარგი დროება. და ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ეს თამაში გადაწყვეტს ძალიან ბევრს. ამ თამაშში შეაკვდებიან ერთმანეთს რა. ამიტომ შევშინდით, ასე ვთქვათ, რომ თურქებს უფრო უკეთესი დრო უდგათ, ვიდრე ჩვენ. ხო. ხო რა.
მოდი ძველი თამაშის სკრინები გაქვს ერთი რაღაც გაიხსენ. და მე ვილაპარაკოთ რა ტაქტიკას შეიძლება ველოდოთ ამ თამაშში. აი თუ გახსოვთ ის თამაში, ყველა რო ამბობდა თამაშის შემდგომ რომ აი ვინც არ ნახეთ ეს და ყველაზე ესეთი ავთენტური თამაში რო იყო რაღაც აი ძველ ფეხბურთს რო გავდა, ემოციური თამაში იყო თან ესეთი ბევრი კუთხით ხო? ანუ დორტმუნდში ფანობა წვიმდა არგენტინელი იყო მსაჯი. რო დააყარეს გახსოვს ხანებმაც რო დააყარეს თამაში დაწყება. ან თავიდან აი რო დაიწყო და ეთყობოდა რა მომენტზე რომ აი სკრინებად მაქვს ეგ მომენტი იმიტომ რომ მამარდაშვილი ურტყამს ბურთს რა ყარები და მე-10 წუთია თუ არ ვცდები და ორი მცველი ჩვენი დგას საჯარიმოში კაშია და მე არ მახსოვს მეორე ვინ იყო. ოღონდ აი როცა მცველები გიყენია საჯარიმოში ხო იდეაში უნდა გაათამაშო და არტყას და აი თავქოდ მოგეჯილი რომ მირბიან წინ და აი წინ ხო ყარა იყო და მიქაუტაძე თავზე დიდი უპირატესობა არ ქონდა და ანუ გადმოვარდა ბურთი ეგრევე უკან და მან მოიგეს თურქებმა და საფეხბურთო შეტევა რო დაიწყო ანუ აი სადაც ცოტა ის იყო პანიკის ის ქონდა თავიდან პირველ წუთებზე აშკარა ჩანდა მე გოლიც გაუშვით მე მეორე გოლიც გაუშვით თქო თამაშგარის გამო გაუქმდა კენანელიზმა გაიტანა კი ეგრევე რეზი რაღაცა 50 წამში გაგვიტანეს ეგრევე აი 5-3-2-ით ვიცავდით თავს და მარცხენა ფლანგზე გვიქნდნენ სულ სამკუთხედს იყო მარცხენა ფლანგზე ილდიზი იყო კოქჩუ და ქადიოღლუ თამაშობდა ფლანგის წველი მე მგონი ყველაზე კარგად იმენი თამაში საქართველოსთან აი ძალიან მაგრად ითამაშა ის თამაში მარცხენა და მე ერთ მომენტში გადავეწყვეთ 5-4 ერთზე და მაშინ გავუშვით გოლი კვარა ჩამოდიოდა მე მეოთხე ნახევარმცველად და ამის მერე მიდის ძალიან მაგარი ისა ტრანსფორმაცია რო ეთყობა აი ეს რაღაც მე უფრო უკავშირებ იმას რომ აი მეორე გოლს რო დავრჩით და არ ჩაითვალა და რაღაც და აი მე დავიწყოთ ბურთით თამაში და აი ეგ იყო ერთ-ერთი ისეთი რაღაც ძალიან შთამბეჭ თავისანახაობა თან ნახევარდაცვის ისტორია მაშინ იყო კოჩორო ჩაკვედა მექვაბიშვილი და მაშინ ერთით გადაცემაში თქვი რომ ინტერის ნახევარდაცვას გავსმენთ კი მუდმივად რო ცვლიდნენ ერთმანეთში პოზიციებს სხვა ანუ იყო მომენტი როცა მექვაბიშვილი იყო ყველაზე ისე ნომინალურადაც ყველა სიღრმეში იყო მომენტი როცა მექვაბიშვილი საერთოდ საჯარიმოსთან იყო ჩასული და ისინი ათამაშებდნენ და გოლი იყო აი შედევრი ძალიან ბევრი პასი გაკეთდა 33 ხო თუ რაღაც თუ 30-10 და კი ან 33 ან 36 რაღაც ეგეთი და რაღაც კოჩორამ რო ის გააკეთა Around the world რო ქვია ფინტო ორი ფეხით აკეთე მე ხომ ცალი ფეხით გააკეთა მაშინ და ნუ მე იყო უკვე რაც მეორე ტაიმში თურქებმა გააკეთეს იქ არდაგულერი გადმოვიდა ცრუცხლიანად და ბარიშ ალპერი ვინც ყავდა თავდამსხმელის ფლანგზე გადავიდა და ეს ძალიან დაეხმარა თი პლუს გოლის დროს ციტაიშვილმა წამოიწყო ეს გაუაზრებელი დრიბლინგი 25 მეტრში დიაგონალურად წამოიღო ბურთი და დაკარგა მაგრამ აი და ბოლო წუთები იყო ძალიან ისეთი მომენტი მაშინ მე ამას დიდი განხილვა მოყვა რომ მამარდაშვილი და ჩასულიყო თუ არ უნდა ჩასულიყო საჯარიმოში და თან იდეაში ხო ანუ რაციონალურად არ უნდა ჩასულიყო იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტია შანსი რომ ამ დროს შენ გაუშვე გოლი ვიდრე შენ გაიტანო გოლი მაგრამ როცა შტურმი ქონდა უკვე ბოლოს მოწყობილი ეს არ იყო ან გვინახავს ხო ფეხბურთში რომ აი შტურმს რო აწყობენ და რაღაც აი ერთ მომენტს შექმნიან ანუ აქ სტაბილურად იქნებოდა მომენტები და ის მცველმა საიდან გამოიტანა საერთოდ და აი სხვადასხვა მე მახსოვს რომ რო უყურებდი ხ ტელევიზორში როცა და აი ჯარიმარ დაიდო და მე თქვი რომ ვინ ჩავიდეს რა იმიტომ რომ ანუ უკვე ემოციურად ისე წარმოგიდგენე იქ რას გრძნობდნენ მაგ დროს რომ ანუ ალბათ იფიქრეს კიდეც რაციონალურად რადგანაც მომენტები გვექნება იქნება ერთი კაცით მეტი კიდე გამოგვადგეს რა და ნუ მე დაიკარგა ბურთი და საერთოდ კარში გაგვიტანეს ბოლო გოლი მაგრამ აი ბოლო ის იყო კიდე ძალიან ან ისე დასანანი მარცხი იყო თან ანუ შთამბიჭ დავიდა საწყისი იყო იმიტომ რომ პირველი თამაში იყო დიდ ტურნირზე საქართველოს ნაკრების და ესეთი დაწყება მაგ თამაშიდან ერთი ჩემი მეგობარი იყო მაგ თამაშზე და იმან რაც თქვა ეგ არ ეკნებო თურქეთს რომ ანუ ჩვენო გულშემ ანუ ყველა შოქში ვიყავით თავიდან რა მოედანზე ხონ რა პირველად თამაშობ ევროპის ჩემპიონატს ეს სალაპარაკოდ მარტივია მაგრამ ის ხო არ არის მარტივი ანუ ძალიან დაძაბული ხარ ნერვიულობ ვაიმე ეს გამოიწვა მაყურებლებიც აი გულშემატკივრებით საჭირელები ვიყავით რა ვერც ღეროდითო ხმას ვერ ვიღებდითო და უცებო ისინი რომ დაიძახენ თურქი და აი ერთ ხმაში მღეროდა ზუსტად იცოდა თან ხო გადანაწილებული იყვნენ სტადიონზეო და აი ზუსტად იცოდნენ რა მომენტში რა შეძახილი უნდა ქონოდა თუ ერთს ვიღაცა რაღაც სიგნალს მისცემდა და მთელი სტადიონი აი ერთ ხმაში ყვიროდაო და აქ დინამოზე უკვე ეგ გამოვლილი გვაქვს უკვე გამოცდილი ვართ
საბერძნეთთან თამაში ნანახი გვაქვს გულშემატკივრებს და ყოფილ ვართ და უკვე ვიცით აი ეგეთ ერთხმიან შეძახილს რამხელა ძალაკ ეგ პატარა უპირატესობა არის პატარა კი არა ჩემი აზრით უფრო სერიოზული ანუ საკმაო უპირატესობაა ეგ ხო მაგრამ ანუ ტრავმების გამო ისე ნაკლებად გვაქვს უპირატესობა რომ ეგ უკვე პატარა უპირატესობას ქმნის აი ჩაკვეტაძის ტრავმა იმიტომ ადას ანუ მე ვთვლი რომ თამაში ჩვენგან ყველაზე კარგად ქუჩორა მითამაშა ეს ტაქტიკურადაც სინქრონოდ როგორ მოძრაობდა ამ მოედანს და რაღაცა ტექნიკურად ყველაზე კარგი ჩაკვეტაძე იყო რომ რაღაც ეფექტიანადაც თამაშობდა და ეფექტურადაც თამაშობდა ანუ ბურთი როგორ მიქონდა პასებს როგორ აკეთებდა ჩაკვეტაძეს მოუწია რეზი ძალიან ბევრი სირბილი და თუ გახსოვთ მე რომ გადიოდა აი ენერგია გამოცლილი იყო რა მახსოვს ანუ იქეთა ხასთან იყო როდესაც აწიამ საჯმა რომ ჩაკვა გადიოდა და ნუ სანამ გამოვიდა აი ეთყობოდა ტიპს რომ ენერგიისგან დაცრილი იყო იმიტომ რომ ეგ იყო თამაში რა ვიცი სადაც ჩაკვეტაძეს მოუწია წინ და უკან სირბილი არ ვიცი გახსოვთ თუ არა მომენტები ჰქონდა მან სუპერ რა ჯერთი XG ჰქონდა 2-ზე მაღალი ეხაც გადავამოწმე შეგნებულად ქოჩორამ ზელს გაარტყა იქ ქოჩორა და მიქაუტაძემ ერთმანეთს შეუშალეს თუ გახსოვთ მიქაუტაძემ მაკრატელა ვერ გაიტანა აცილა ძალიან ცოტათი კარს 0-0-ზე მექვაბიშვილს რიკოშეტით აუღო მეკარემ სასწაული ბურთი მან აი როგვით ვამბობდით რომ კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო აქ სუპერ თამაში ჰქონდა და აი ბოლოს მეორე ტაიმშიც უკვე ზურიკო იყო მოედანზე და ფლანგიდან აწვდიდა და ძელს გავარტყით მე მგონი და მე ის კუთხურებზე იქნა საერთოდ კარის ხაზიდან გამოყანილი ბურთი და ისიც პრინციპში მამარდა რომ ჩავიდა ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას რომ ეს თაობა კარგი გაგებით ნაგლი თაობაა რა ამ ეს ბიჭები იქ არ ფიქრობდნენ იმაზე რომ ვაი და 3-1 რო წავაგოთ მე რა მოხდება იმიტომ რომ ეს ბიჭები გადიან ყველა გუნდთან მოსაგებად და მით უმეტეს როდესაც ეს ხდება თბილისში და დინამო არენაზე რა თქმა უნდა აქაც ვითამაშებ მოსაგებად თურქეთთან კი არა ნებისმიერთან მაგრამ თან საბოლოოდ ისე დაждდა რომ ნეტა 3-1 კი არა 4-1 წაგვეგო რატო იმიტომ რომ ну ვინიცოდა რომ პორტუგალიას მოუგებდით მაგრამ პორტუგალი ჩეხეთთანაც კიდე კაილო ბჟანიძების ააცილა პორტუგალიას 2-0 ხომ შენ რაღაცა პირიქით გვიწურავ ხე ნეტა პორტუგალიასთან 5-0 წაგვეღო ეხა ინდეს დაწყეს და ბოლოს ჩავრჩევით ბოლოს ვერ გავედით არა ანუ ნახე ნეტა მიქაუტაძეს პენალტი აეცილა ეხა მე შენ საბერძნეთთან თამაშობდი არ მივიდეს და აღარა ვარ მესიზე რომ გაიღვიძე ეკვადორი ისა ეგრე იქნებით აღარა ვარ ევროზე არა ნახე ანუ ჩეხეთთან რომ მოგვეგო პორტუგალი უკვე რომ ამის ამოჭრა მოგვიწევს არა ჩეხეთთან რომ მოგვეგო უკვე გვექნებოდა 3 ქულა და პორტუგალია მეორე შემადგენლობით აღარ გამოვიდა ვიცი რა ხო მივხვდი რა პორტუგალიას 2-0 რომ მოუგეთ იქ უბრალოდ ანუ არავის არ ჯეროდა და არავის ეგ არ გახსენებია მაგრამ პორტუგალიისგან ერთი ბურთი რო გაგვეშვა ანუ ბურთების შეფარდება ხო გქონდა 4-4-ზე რო გქონდა 4-5-ზე ესპანეთზე არ გავდიოდით სლოვენიაზე თუ ვიღაცაზე რა ანუ საუკეთესო მესამე ადგილოსანი იცვლებოდა თუ ხო რაღაცა ეგრე იყო მე ახსოვს რომ ერთხელ რაღაც ეგე დათვალე არ გამოგივიდა და აი მეც მაგას ვიხსენებდი ახლა ზუსტად სად დავთვალე რა დავთვალე რაღაცა მახსოვს არა მათემატიკა მე მაგრად მიყვარს ხო კარგი მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი ეხლა კი შევეხოთ ტაქტიკას და ვის შეიძლება ველოდოთ ჩაკვეს და იმას კიტეს შემცვლებად როგორც თქვით ნაკრებშია მოდი ბარემ ნახევარმცველებს ჩამოვთვლი ქოჩორაშვილი მექვაბიშვილი ნიკა გაგნიძე ლადო მამუჩაშვილი ნოდარ ლომინაძე ნუ კიტე ამოვარდა ეგ არის და ეგ პრინციპში ცენტრალური ნახევარმცველები ეგ არიან გიორგი აბოაშვილი ცენტრალური ნახევარმცველად არ ითვლება საბალო ბჟენიძე არ ითვლება ნუ მოკლედ ესენი არიან რა ქოჩორაშვილი მექვაბიშვილი ნიკა გაგნიძე მამუჩაშვილი ლომინაძე აი ტაქტიკა არის ძალიან დიდი თავსატეხია რა. ერთის მხრივ გვაქვს ახალი 4-3-3, მეორეს მხრივ გვაქვს უკვე ნაცადი 3-5-2. ოღონ, ნუ მე მგონი სანდრო ცნობილაძესთან გადაცემაში ვთქვით, ან გადაცემის მერე ვიძახდი, რომ მოდი რა თურქეთთან ისეთი თამაშია, რომ რაც უკვე კარგად ვიცით, რამაც უკვე გაამართლა 3-5-2-მა, ეგ ვითამაშოთ თქო, მაგრამ აი ეს ეგ 3-5-2 ხო ესეც შეგიძლია თქვა 5-3-2. აი ეგ 3 იმდენად დაშლილია ეხლა, რომ არ ვიცი, ალბათ შეიძლება მაგის ცოტა მიმსგავსებული ითამაშოს 3-4-2-1 და
2-10-ზე, ერთი იყოს ხვიჩა, რომელიც გადავა ფლანგზე და მეორე იყოს ზურიკო, რომელიც შეტევაში რაღაცა ვინგერ 10-იანი ნახევარსივრცეში ირბენს და დასვაში გახდება 8 ნომერი. აი რომელი ჯობია მაგას გეტყვით 4 სექტემბერს საღამოს 10 საათზე დაახლოებით. სავარაუდოდ იგივე წყვა აი ეს რაც ვთქვი 3-4-2-1 თამაშებს თურქეთი ალბათ. და აი მაგის განეიტრალება მე მგონი 4 მცველით რო ვცადოთ მაგას ჯობია 3 და ფლანგის ლატერალები ჩამოვიდნენ უკვე და 5 კაცი დავახვედროთ რომ half space-ები რაც არის ნახევარ ზონებში არ გაგხიოს არ დამდა ილდის, მაგრამ თუ ილდის არ დააყენებს ძალიან წინ, ანუ 9 ნომერს. 9 ნომერზე სიყოლებად. მიცმაში ყავდათ. ბარი შალპერი, რომ გალათასარაის ბიჭი, რომელიც ოსიმენს და იკარდის მშვენიერ კონკურენციას უწევს ძირითადისთვის ბრძოლაში გალათასარაიში. ხო და აი ეგ ის არის რა თავს სავარაუდოდ აი ეგრე წამოვლენ რა თავდამსხმელის უკან არდაგიულერი და ილდის იქნებიან რა და რადგან ეგრე მოდის სარკირება ხო არ გავაკეთოთ და ხო არ ჯობია რომ 3 მცველით დავხვდეთ. 3 ცენტრალური მცველი. მე მგონია რომ 3 ცენტრალური მცველი უნდა დააყენოს. მაგრამ მე ვფიქრობ რომ თუ 2 ცენტრალურ მცველს ითამაშებს მაშინ ორივე ცენტრალური მცველი ვიცით და ეს იქნება საბა გოგლიჩიძე და გურამ კაშია. თუ 3-ს ითამაშებს ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე რომ განაცხადში არის მხოლოდ ერთი ცაცია ცენტრალური მცველი და ეს არის ლუკა ლოჩოშვილი რომელსაც ათამაშებს ლატერალად რომელსაც ძირითად შემთხვევაში ათამაშებს ლატერალადაც მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება არის ის რომ თლად რომ ლოჩოშვილის დაყენება გადაწყვიტოს ლატერალად მაშინ მესამე ცენტრალური მცველი ვინ იქნება? კაი კითხვაა. ვინ ყო გადადა ერთ შემადგენლობაზე გადავალ აუცილებლად. მაგრამ გარდა ცველისა დასაფიქრებელი ამბავი არის ისიც ნახევარდაცვა. ნახევარდაცვაზეც ბუნებრივია ვისაუბრებთ უბრალოდ ჯერ მოდი ცენტრალური დაცვის ის დავფაროთ. ერთი ვარიანტი კიდე შეიძლება იყოს ოთო კაკაბაძის შემოწევა ნახევარმცველად. ნახევარმცველად კი არა ცენტრალურ მცველად. ამ თამაში მაშინ გოგლიჩიძე უნდა გადავიდეს მარცხნივ. ეგრე შემტევები ვიქნებით, რომ ამ თამაში შემოვწიოთ. საბა ხვადაგიანია კიდე ნაკრებში, რომელიც ასევე მემარჯვენეა. და დიდი გამოცდილება ეროვნულ ნაკრებში არ აქვს. 30 წამდელებში კი ბატონო კაპიტანია საერთოდ 30 წამდელთან ნაკრების, მაგრამ ეროვნულ გუნდში დიდი გამოცდილება არ აქვს. მოკლედ თუ ვილისანიოლი გადაწყვეტს იმას, რომ ითამაშოს 3 ცენტრალური მცველი და ლატერალები, ეს 3 ცენტრალური მცველი 90%-ით იქნება საბა გოგლი მარჯვიდან მარცხნივ საბა გოგლიჩიძე, გურამ კაშია და ლუკა ლოჩოშვილი და იმედია კაშია ექნება ტოპ თამაში, იმიტომ რომ ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, თან ყველაზე გამოცდილია და იმედია როგორც ერთ ცნობილ სიმღერაშია კაპიტანი იდგა როგორც ყინვარწვერი, ისე იდგება კაშო. მარჯვნივ ალბათ ოთო კაკაბაძე, ეგეც გადაწყვეტილი ჩანს. მარცხნივ სავარაუდოდ ირაკლი აზარო. ლოჩოშვილი ხა სამსოლენში თამაშობს ნიუ-იორკშიც და მარცხნა ცენტრალურ მცველად მარცხნა ცენტრალურ მცველად, ხო. მარცხნივ ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი არის აზაროვი და აზაროვის კონკურენტი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში არის წიტაიშვილი. ცალსახად. აი წიტაიშვილი ცოტა დაცვაში იმდენად კარგი ვერ არის. სხვათა შორის შენგელი არ არის გამოცხადებული და ეგ ცოტა გამიკვირდა რატო არ გამოიძახა. თან არც ჩაანაცვლა, ხო შეეძლო რა ან ჩაკვეტაძე ჩაენაცვლებინ, ან ტრავმა ხო არ აქვს, მაგასაც გადავხდა. არა. ნახევარდაცვაზე გადავიდეთ, დაცვა. აი ყველაზე ისეთი ისა რა ნახევარდაცვაში ძალიან გვიჭირს ისედაც ისე ვართ რა რომ აი მივაგენით რომ აი კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი ერთად კარგად მუშაობს. მე-60 წუთზე თუ რომელიმე იღლება, მერე უკვე ცოტა პრობლემა გვექნება ხოლმე და ეხლა ერთი კარგია რომ ლომინაძე გვეყოლება 6 ნომერზე, რომელსაც პირველი პასიც შეუძლია რომ კარგად გააკეთოს და ფიზიკურადაც ფიზიკურადაც ჭიდაობა შეუძლია და გამოცდილების ამბავია, ნუ ეგეთ თამაში, ეგეთ საკვანძო პოზიციაზე, ანუ აქ მის დაკნინება არა, საერთოდ ამ ტექნიკური სკილების, ანუ ეგ არის უბრალოდ ასაკი და გამოცდილება, სტრესული გარემო. ჩვენ მაგალითად თურქეთი გვაპრესინგებდა 4-4-2 სქემაში, მაშინ რომბის კონდოთ ნახევარდაცვაში, ამ პრესინგზე. კიდე იმიტომ კარგი, ხო კიდეს ჩვენ ისე ვიყენებთ არა, ის ხო რეალურად რუიანის და 10-ის პოზიციაზე თამაშობს ჩვენ. იმიტომ რომ ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც დაპრესინგების დროსაც მოწინააღმდეგე დაფიქრდება, იმიტომ რომ შეუძლია ბურთი შეინარჩუნოს, დატრიალდეს
და აი ეს მიკრო დეტალები რა, როგორ მიიღოს ბურთი, როგორ საით კონდეს корпуსი გადახრილი და ასე შემდეგ. აი ეგეთ მიკრო დეტალები, იმიტომ რომ იქ თუ ბურთი დაკარგე, ეგ არ არის ფლანგის ფეხბურთელმა დაკარგოს ბურთი, ეგ არის საგოლე შეტევა რა. ანუ ცენტრში კარგავ, ყველაზე საფათო ზონაში. მაგრამ ნახევარგულში ლომინაძეც ძალიან კაია. ამიტომ მექვაბიშვილი ხო არ იქნება როგორც მაშინ თქო. ვფიქრობ რომ მექვაბიშვილი იქნება, თან გამოცდილება უფრო მეტი აქვს ვიდრე ნოდარ ლომინაძეს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ნახევარ დაცვაში გიორგი ქოჩარაშვილის მეწყვილა ყველა ვარიანტში იქნება ან ზორ მექვაბიშვილი. აი მესამე კაც რაც შეეხება, მან უნდა გადაწყვიტოს სანიოლმა ზოგჯერ ხო ზურიკო დავითაშვილსაც ათამაშებს იქ ჩაკვეს ადგილზე. ანუ უნდა გადაწყვიტოს დააყენებს ზურიკოს, რომელიც ცალსახად უფრო მეტად შემტევ გუნდს ნიშნავს, ან ნოდარ ლომინაძე. იმიტომ რომ მამუჩაშვილს და გაგნიძეს არ ველი სიმართლე რო გითხრათ, აი მე ვფიქრობ რომ აი ამ ორ ფეხბურთელს შორის მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. მან იმაზეა დამოკიდებული რაზე ვთამაშობ. აბა რა? ანუ ევროს ხო გახსოვთ თურქეთს მე ჩეხეთი რო ქონდა. მაშინ ვითამაშეთ თურქეთს ზურიკო ვითამაშა. 3-4 ხო. და იქ დავიჩაგრეთ. ანუ რეალურად ძალიან დავიჩაგრეთ ეგ მამარდაშვილმა გადაარჩინა ის ფრე. მამარდაშვილმა კარიერის და ანუ მაგ ბალანსი დაცვითი ბალანსი როგორ იქნება ისა დაცული რა. შეიძლება ესეთი ან გააჩნია რა ნუ მე არ გამოვიწყო იმედი ეგრე არ მოგვიწევს მაგრამ შეიძლება თამაშის რაღაც ეტაპზე საჭირო გახდეს თქვა უფრო შემტევ ფორმაციაზე გადასვლა მაგრამ შეიძლება სასტარტო ის იყოს უფრო ესეთი უფრო დაბალანსებული შემადგენლობა და ამიტომ ალბათ ნუ არ ვიცი ლომინაძე მე მართლა ვერ დავდებ თავს რაღაცა ან ვადევნებ თვალყურს საქართველოს ჩემპიონატს ან ხომ პორტუგალიაში გადავიდე ხო მაგრამ რუიანის პოზიციაზე რამდენად შეუძლია მას რო ითამაშოს ან შეიძლება 2-6-იანი თვითამაშოთ მე უფრო 2-6-იანისკენ ვიხრები იმიტომ რომ ნახე როგორი სიტუაცია თამაშის რაღაც ეტაპზე რო დაგჭირდეს უფრო მეტად შეტევაში გადასვლა სათადარიგო ძირითადში რო იყოს ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამიდან ვინ უნდა შემოვიდეს ერთი ვიცით რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ეს ტრანსფერი კი არა ცვლილება რომ ფორვარდს ცვლის ფორვარდი ანუ მიქა უტაზე თუა ბუდუ შემოდის ბუდუ თუა მიქა შემოდის სხვა შემთხვევაში თუ ზურიკო არ არის და არის ძირითადში მაშინ გრჩება საბალო ბჟენზე რომელიც არის ვინგერი ან ლატერალი მოდი ესე დავარქვათ და გრჩება გიორგი გულიაშვილი რომელსაც დიდი გამოცდილება ეროვნულ ნაკრებში თამაშისა არ აქვს გულიაშვილიც ეგეც დებიუტანტი არეზი და თურქეთთან შემოყვანა არ ვიცი რამდენ ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჯობია რომ ზურიკო დავითაშვილის დონის ფეხბურთელი ყავდეს სადარიგოთა სკამზე და შევხედოთ პირველი ტაიმი როგორ წავა 60 წუთი როგორ გაივლის 75 წუთი როგორ გაივლის და მერე შემოვიდეს და მანამდე ძირითადში ყავდეს 2-6-იანი ფიზიკურად ორივე ძალიან ძლიერი ლომინაძე და ქოჩორა და მათ წინ იდგეს ანდრე მექვაბიშვილი. წინ ბევრი საფიქრალი მე მგონი რომ არ გვაქვს ხვიჩა და მიქაუტაძე იქნებიან ძირითად შემადგენლობაში. მე მგონი ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური. დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრებები, იმიტომ რომ ორში ვდებთ რეალურად ამ გადაცემას. 4-მდე არის დრო და მართლა გვაინტერესებს თითოეული ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია, ყველა კომენტარს ვკითხულობთ, პასუხობთ კიდეც და როდესაც შემადგენლობებს ეხება საქმე, მით უმეტეს საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ და ვისი მოლოდინი გამართლდება. რაც შეეხება თურქებს, ნუ რამდენიმე ფეხბურთელი ვახსენით მაინც. რა შეიძლება იყოს თურქეთის ნაკრების მთავარი პლუსი და უპირატესობა ამ შემთხვევაში? დაცვა, ნახევარდაცვა, შეტევა? ნუ ნახევარდაცვა ცალსახად, ანუ ხო, ჩალხანოღლუ, კოქჩუ, რავი, გარდაგიულერი, ეხლა ნახევარდაცვა და გადაკეთებული კენანილდი შეუძლია ცენტრში შემოვიდეს. ფლანგური სამკუთხედი ვახსენოში, მარცხენა ფლანგზე ძალიან ეფექტურად მუშაობდა ჩვენს წინააღმდეგაში. ძირითადად იქიდან ხსნიდნენ ხოლმე პირველი 20 წუთის განმავლობაში გოლიც ფლანგიან ჩაწოდებებს მოყვა და ასე შემდეგ. პლუს ან ბევრი ისეთი ფეხბურთელი ყავს, რომელიც შორიდან მტყავს ძალიან კარგი. ხო. მაშ ორი გოლი შორიდან გაგვიტანეს და პლუს კიდე ქონდათ რამდენიმე ცდელობა თან ანუ მახსოვს მაშინ რო გადავხედე აი სიზუსტე აქვს ძალიან მაღალი შორიდან დარტყმის ნუ ჩალხანოღლუა გულერია კოქჩუა ყველა ისეთი ის აქვს შორიდან ძალიან ზუსტი დარტყმა და ნუ სანაკრებო თამაშებში ძალიან ბევრი რაღაცას წყვეტს კიდე ისეთი სტანდარტები და ეგეთი დეტალები მახსოვს რომ აი ჩვენს მერ თურქეთო კიდე იარა და რაღაც ავსტრია გამოვიდა და რაღაც აი ნიდერლანდებთან კონდა ფორსტები ხო აი სტანდარტებიდან ქნიდნენ ისინი მომენტებს ანუ ეგეც ნიდერლანდთან გავარდა ევროზე ხო აი სტანდარტები იყო მაგთვის ისა ერთი ისეთი
ერთი კითხვა მაქვს. ზვავრი იარაღი. თქვენი აზრით, კარში ვინ იდგება თურქეთის ნაკრების კარში? მეკარე ვინ ეყოლებათ? ბაინდერი, ბაინდერს არა თამაშებს ბაინდერს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შაკირი ეყენა ტრაბზონსპორის მეკარე ბოლო თამაშებში. ალბათ ეგ არ ვიცი. ბაინდერს თუ დააყენებს, მაშინ სტანდარტებს და კუთხურებს უნდა გავაკეთოთ აქცენტი. როგორც არსენალმა გააკეთა. იმიტომ რომ, ბევრს ყლაპავს ეგ მეკარე. აი მეკარის პოზიცია ცოტა უჭირს რა. ან ჩვენ ეს ყველანი თამაში რომელსაც პოსტ საბერძნეთის შემდგომ თამაშებში ჩვენ თავამდე როცა ბურთით ვართ ან ჩვენ კარგად თამაშობთ როცა ბურთი გვაქვს როცა ბურთს უთმობთ რაღაც პოზიციური დაცვა და ასე შემდეგ არ არის ახლა რაღაც თურქეთის პოზიციური დაცვა ძალიან სუსტი იყოს მათ შორის მთელი ევროპის ჩემპიონატის გამო მათ შორის საქართველოსთან თამაშიც ანუ ესეც შეიძლება ამის გამოყენებაც თუ რაღაც ტოპ გაუმჯობესება რა აქვს ბოლო პერიოდში ეჭვი მეპარება მაგრამ ან ბროდ მან უკვე პრობლემა ის არის რომ აი თუ მაშინ 3 ნახევარმცველიდან 1 გვაკლდა ეხა 2 გვაკლია და ეგ უკვე რაც იმ ქიმიას რაც არის მათ შორის ნახევარდაცვაში სერიოზულად ურტყამს ხო მეკარის თემა რაც ახსენე გუნოკი რომელიც ევროზე ყავდა ის უკვე 36 წლისაა და ევროს მერე დაამთავრა სანაკრებო კარიერა. ეხლა ესთან გააკეთა მგონი საუკეთესო იყო და მას შემდეგ მონტელა ეძებს მეკარეს. ანუ ბევრ მეკარეს ათამაშებს რა. იქნება თხამდე ვერ იპოვოს. იქნება საერთოდ თურქეთში ვერ იპოვოს და რუშტურ ეგბერის დაბრუნება მოუწიოს. და ხო მანჩესტერის მეკარე ერთ-ერთი ვარიანტია იმისთვის რომ კარში იდგეს და ერთი კიდე რა უნდა აღნიშნოთ იცი საქართველოს ნაკრების ბოლო ოფიციალური შეკრება იყო მარტში გულისხმობს ძირითად შემადგენლობას. სომხეთთან რომ ის ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ანუ რელეგეიშნი ვითამაშეთ. მერე ჯავახარო ყავდა სტუმრად გეხსოვებათ რომ გადახალისებული შემადგენლობით ვიყავით ჩვენ და ფაქტობრივად თურქები უფრო გვიან შეიკრიბნენ, ანუ თურქეთს ივნისშიც ძირითად შემადგენლობა ყავდა, საერთოდ ამერიკაში ჰქონდა ტურნე, ამერიკას და მექსიკას ეთამაშენ, ერთ წააგეს, ერთი მოიგეს და აი შეიძლება ეგეც ცოტა თურქების უპირატესობა იყოს. ახლა მაგრამ იმის მერე იმდენი დრო გავიდა, იმდენი დაისვენეს უკვე ფორმიდან იქნება მოვარდა ვიღაცა. იქნებ რავი აქ ჩამოსვლისას რაღაც მოიცავ ის მოუვიდა. ბულგარეთს ავარია მოუვიდათ აეროპორტის გზაზე და მე მახსოვს ვიყავ იმ თამაშზე როდესაც გამოვიდა ის მერვე ნომერი არ მოუგეთ, მართლა არ მოუგეთ და ის მერვე ნომერი რო გამოვიდა ძალიან ტაშით და მოკლედ ძალიან თბილად დავხვდით. სხვადასხვა ბულგარეთი ყავს სტუმრად, კი არა და გვეყოლება სტუმრად და შვიდშიც, მაგრამ ეგ თამაში უფრო მიგვავიწყდა, იმიტომ რომ თურქეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, ცალსახად სახლის თამაში, რომელიც ძალიან ბევრ ამას გადაწყვეტს. ისიც ხომ მოყოლილი მაქვს ბევრჯერ ლუქსემბურგის ნაკრები კი ნაღამ როა კაპოტა. რავი, თურქები თუ შემხვდებიან დავაჭერ გაზს მაგის ზედაც. ოკეი, მეტი, მე მგონი წავედით ნელ-ნელა ბოლოსკენ, ხო? თან ეხლა უფრო ისეთი მანქანა მყავს, რომ უფრო ვავნებ რა და ეხლა შენ თავისუფლად შეგიძლია მთელი ბულგარეთის ნაკრებს დახვდე აეროპორტში და წამოიყვანო. ბულგარეთი არ მინდა, ის მინდა რა ქვია. თურქეთი, თორე ბულგარეთს მოუგებთ ისედაც. ბულგარეთს უნდა მოუგოთ აუცილებლად და უნდა მოუგოთ თურქეთსაც. კარგი. მოკლედ, მადლობა ვინც გვისმენდით, დაალაიქეთ, მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სურვილი სამეფო შეგიძლიათ გამოყვეთ TikTok-ზე და Facebook-ზე. მადლობა უნდა უთხრათ ლუის აუცილებლად და სახელოსნოს. და ეგ არის და ეგ პრინციპში წარმატებები ჩვენ საფეხბურთო ნაკრებს, ჩვენ საკალათბურთო ნაკრებს და ზოგადად ქართულ სპორტს, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს. ჩვენ კი დაგიბრუნდებით მაშინ, როდესაც ეს ორივე თამაში ჩაივლის, ანუ დაახლოებით 9-10 სექტემბრისთვის და განვიხილავთ ამ ორივე თამაშს და ბუნებრივია განვიხილავთ მოახლოებულ საკლუბო საცი რა თურქეთის თამაშში რაღაც ისეთი მოხდა რომ ვთქვით რომ აი დღესვე ჩავწეროთ თამაშს მერე დავაიწავედით და ჩავწერეთ. ხმისიოგები არ დავზოგოთ, ვიყვიროთ ძალიან ბევრი დინამო არენაზე, ხო მოდიხარ? კი, აბა რა. ირაკლიც მოდის, მოკლედ იქ ვიქნებით და იმედია რომ ძალიან კარგ ხასიათზე დავბრუნდებით შემდეგ გადაცემაში. დროებით.